აეროპორტში ვართ. ისევ აეროპორტში ვართ. ოღონდ ამჯერად 8 საათი. მოგეთ 8 საათიანი ლოდინის შემდეგ მივემგზავრებით ჩემს ერთ-ერთ საოცნებო ქვეყანაში საბერძნეთში პირველად. მითებით და ისტორიით ახსავს ეს საბერძნეთში. ოღონდ პირველად მე მივდივარ, ეს დამყოფია ბევრჯერ. 5-6 ჯერობა და კაი. ჩვენი გეგმა არის ესე იგი ჩავიდეთ ჯერ ათენში ჩავაღწიოთ, გამოვიძინოთ და ხვალდებით დავიწყოთ ადგილებს დათვალიერება. მოგეთ ათენი და კრეტა არის ჩვენი მიზანი. წესით უკვე ამ ვიდეოს რო ვიღებ, ჩვენ უკვე გადაღებული უნდა გქონდეს რამოდენიმე ადგილი, მაგრამ იმედია ავინაზღაურებთ დანარჩენ დღეებში. თავარია გავფრინდეთ. გავფრინდებით, აბა ცოტა წავედით მალე, წავედით. ჩამოვედით. ვაიმე, ძალიან დავიღალეთ, ძალიან გრძელი. ჩამოვედით თბილისიდან. გუშინ იყო თუ გუშინ წინ თუ დღეს იყო. სამნი ვიყავით თუ 4. მოგეთ. ძალიან არეულები ვართ. რეისის გადადება გამოიწვია რომ სახლიდან აქამდე დაახლოებით 16 საათი მოვიდით. სინამდვილეში ამდენი დრო ნამდვილად არ უნდა, მაგრამ წესით სცენარის მიხედვით ეხლა უნდა გვეთამაშა ჯეირანი. ორი ვარიანტი ქონდა, ან ავტობუსით, ან მატარებლით, მაგრამ რა შევით? მივდივართ ტაქსით. ჯეირანი ვითამაშოთ, ტაქსით წავიდეთ თუ ტაქსით? მოდი. კარგი. ჯეირანი. ტაქსით მივდივართ. ძალიან კარგი. თუმცა ინფორმაციაც გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს ავტობუსთან და მატარებელთან დაკავშირებით. მატარებლის ბილეთი არის 9 ევრო და მიგიყვანთ მაქსიმალურად ახლოს სასურველ ადგილთან და ავტობუსის ღირებულება არის 5 ევრო. სამწუხაროდ მხოლოდ მიდის სინტაგმას მოედნამდე და შემდეგ უკვე მოგიწერთ ან სხვა ტრანსპორტის გამოყენება, ან ფეხით სიარული ესე ზურგჩანთით. და ზოგადად ტაქსის ღირებულება არის დაახლოებით 40-50 ევროს ფარგლებში და თუ ბევრი ხართ 3-4 ადამიანი შეიძლება იმის ძალიან კარგი შემოთავაზებაა. წავედით და დავისვენოთ. აუ ჩანთები. საბერძნეთი ბერძნულად ელადა. სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ის ესაზღვრება ალბანეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და თურქეთს. მას გარს აკრავს ეგეოსის, იონიის და ხმელთაშუა ზღვები. მისი სახელი არის ელადა, რომელიც წარმოდგება ჰელენასგან, ანუ ბერძნები თავიანთ თავს ელინებს ეძახიან. ეს ბერძნული ტომების საერთო სახელია. საბერძნეთმა დამოუკიდებლობა 1829 წელს მოიპოვა ოსმალეთის იმპერიისგან. 1991 წელს კი ის ევროკავშირის წევრი გახდა. საბერძნეთი საოცნებო სამოგზაურო ქვეყანაა. ის მდიდარია ულამაზესი სანაპიროებით, უძველესი არქეოლოგიური პარკებით. საბერძნეთს კიდევ უფრო მიზიდველს ქმნის მისი კუნძულები. წარმოიდგინეთ, საბერძნეთის შემადგენლობაში 2000 კუნძული შედის, რომელთაგანაც 170 საერთოდ არ არის დასახლებული. Kalimera Elada, Kalimera Athina. დილამშვიდობისა. საბერძნეთო. დილამშვიდობისა ალექსანდრე. დილამშვიდობისა. როგორ გეძინა? კარგად მეძინა, ძალიან კარგი სასტუმროა, ახლოს, აი სულ რაღაც 15 წუთში მოვიდით აკროპოლისთან. ჩვენ სად ვართ ახლა? ყველა ხედავთ. ჩემს ოცნების ადგილზე მოვედით. როგორც ისტორიკოსი, მთელი ცხოვრება ხო ვასწავლვითი, კითხულობდი, შევისწავლე და პირველად მომეცა საშუალება რომ ვნახო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცივილიზაციის აკონი პირადად. ძალიან ლამაზი არის მართლა. სამწუხაროდ გუშინ ერთი დღე დავკარგეთ იქიდან გამომდინარე რომ დავაგვიანეთ ჩვენ არა. ჩვენამ დააგვიანა. ამიტომ რაც მქონდა გუშინდელი დღისთვის დაგეგმილი, უნდა მოვასწროთ დღეს, გუშინდელიც და დღევანდელიც. ამიტომ მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს, ვითამაშოთ ჯეირანი და გავარკვიოთ ვინ ეღირსება აკროპოლის და კულტურულ მემკვიდრეობებს და ვინ წავა ქუჩებში სუვენირების დასათვალიერებლად.
მოგეთ, ჩვენ გვინდა რომ ათენი გაჩვენოთ ყოველი მხრიდან, ამიტომ უნდა გავიყოთ, ამიტომ ვითამაშებ ჯეირას. მე ძალიან მინდა, აი პირდაპირ ვოცნებობ, რომ წავიდე ისტორიულ ადგილებში. ამიტომ იმედია გამოვიკებ. დავიწყოთ? მოიცადე, იმ ადგილებში ომონიაც შედის? ხო, კიდევ ერთი საინტერესო ერთი გვაქვს, რაც სად მიშვებს? ხო, როგორც კაცმა უნდა ვთქვა, რომ მე უნდა წავიდე იმ ადგილზე, მაგრამ ნახოთ, მე ესე ჯეირიდან უნდა გადაწყვეტოს. ათენში არის ადგილი ომონიასთან ახლოს, ომონიის მოედანთან ახლოს, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი კრიმინალით და პოლიციაც კი ვერ შედის. სადაც ერთმანეთს ავღანელები, ალბანელები, ქართველები და სხვა მრავალი ერის წარმომადგენლები რაღაცას ვერ იყოფენ. ამიტომ ერთი ჩვენგანი წავა დაათვალებს აკროპოლის, არქეოლოგიურ მუზეუმს, აგორას და ასე შემდეგ, ხოლო მეორე წავა ქუჩებში ნახავს ძალიან თავგადასავლებში. ამიტომ გამარჯვებული მიდის ისტორიულ ნაწილში. კარგი, დავიწყოთ. მიდი. ჯეირანი. აუ, მეტყინა. მოიცა ომონიაზე მივდივარ? არა, რატო არის მშვენიერი ქუჩები, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა. კარგი. წავედი. აი აქ, იქ ძალიან ბევრია. ფული მაინც მომეცი რომ გავი. თუ იქ ფული არ მჭირდება. შენ 5 ევრო. ეს დავიმყოფინო დღეს? კი. 5 ევრო მაქვს დღეს დასახარჯო. მადლობა, ნახვამდის. აკროპოლისის ბილეთი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე 10 ევროა, ხოლო სხვა პერიოდში 20. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთების პაკეტი, სადაც შედის რამოდენიმე მოსანახულებელი ადგილი. ფასი 30-55 ევროა. გააჩნია, რომელ ადგილებს აირჩევთ. ათენი ეს არის ქალაქი, რომელიც ალბათ სოფლიოში ყველა ადამიანს გაგონილი მაინც ექნება, რადგან თითქმის ყველა სკოლის პროგრამაში ექნება საქართველოს და სოფლიო შედის ძველი საბერძნეთი და ყველამ იცის ან უსწავლია ან წავიკითხავს ათენს. ნუ შეიძლება კარგად არ ახსოვთ, მაგრამ ეს ფაქტია. ჩემთვის ერთ-ერთი საოცნებო ადგილია, სადაც დიდი ხანია ოცნებობდი მოვსულიყავი, რადგან აი აქ, სადაც ახლა მე ვარ აკროპოლისში. ანუ ზედა ქალაქში. აქ იყო სოლონი, რომელმაც რეფორმები გაატარა. აქ ეს ყველაფერი შეამკო პერიკლემ. აქ სადღაც დადიოდა სოკრატე. აქ იყო ჰიპოკრატე, ისტორიის მამა ჰეროდოტე, ისტორიკოსი თუკიდიდე. აკროპოლისი ათენში აღმართულ 156 მეტრიან ბორცვზე მდებარეობს. ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ზედა ციხე. აკროპოლისი წარმოადგენს ციხესიანგრეს, სადაც ომის დროს მოსახლეობა აფარებდა თავს. ძველი წელთაღრიცხვის ხლებით 560-527 წლებში სამეფო სასახლის ადგილზე აშენდა ქალღმერთ ათენას ტაძარი. აკროპოლისის ტერიტორიაზე შემორჩენილია დიონისეს ამფითეატრი, ათენას ძველი ტაძარი, პერიკლეს ოდიონი, ეუმენეს სტუა და სხვა მრავალი. უნდა მოხვიდეთ ადრე, ჩემი რჩევა, რომ კარგად გემრიელად დაათვალიეროთ აკროპოლისს. აკროპოლისიდან რომ ჩაუყვე ერთ-ერთ ქუჩას, აღმოჩნდებით ვიწრო გრძელ კიბეზე, სადაც ორივე მხრიდან ულამაზესი 2-3 სართულიანი ფერადი სახლუკებია განთავსებული. მათში კი პატარა კაფე-რესტორნებია განლაგებული. თბილამინში კიბეებზე შეგიძლიათ ჩამოსხდეთ. ეს მინისკლოუს ქუჩაა. აქ შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო და თან ფისოებს მოეფეროთ. სამწუხაროდ, აქ დიდი ხანი ვერ გავჩერდებით, რამე თუ კიდევ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს სანახავი. სად, რომელ უბანში სჯობს ათენში სასტუმროს შერჩევა?
ყველაზე კარგი ადგილებია პლაკა, მონასტირაკი, ფსირი და სინტაგმა. ეს ცენტრალური ადგილებია, სადაც მეტროც არის, მაღაზიები, რესტორნები და ყველა მოსანახულებელი ადგილი. ზამთრის პერიოდში ორადგილიანი კარგი სასტუმროს ფასი საუზმით 40 ევროდან იწყება, ზაფხულში კი 70-დან ზევით. ძირითადად იქ, სადაც ცოტა არჩევანია, ასევე აკროპოლისთან ახლოს სუვენირები თითქმის ორმაგი ფასია. ამიტომ ხალხმრავალ ქუჩებში გირჩევთ გასვლას. იქ შეგიძლიათ მაგნიტების და სხვა სუვენირების შეძენა მხოლოდ 1 ევროდ. მთავარი ასეთი ადგილია, რომელსაც მე ყოველ ჩამოსვლაზე ვსტუმრობ, არის მონასტირაკი. How much is this one? Alexis knows. ათენის ერთ-ერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობა გახლავთ ადრიანეს ბიბლიოთეკა. საუბარია რომის იმპერატორ ადრიანეზე, რომელსაც ეს ბიბლიოთეკა დაუარსებია და ეს ადგილი ზოგადად მის სახელს უკავშირდება დაახლოებით 122 წელს. ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ეს ის ადრიანია, რომელიც შეუქმნის პრობლემას ფარსმანქველს და შემდეგ ფარსმანქველი ქართლის იბერიის მეფე გახსნის დარიალის კარს და იქიდან მიმართავს ჩრდილოეთის მომთაბარე ხალხს რომის იმპერიისკენ და აჩვენებს მას იბერიის დიდ ძალას ამხელა იმპერიის წინააღმდეგ. ეს პერიოდი ათენი განიცდის საკმაოდ დიდ აღმავლობას, რადგან რომის იმპერიაში მან მიიღო განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი, რამაც ათენი მიუხედავად იმისა, რომ ის იყო იმპერიის შემადგენლობაში, მაინც წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს. აგორა არის ათენის ალბათ რიგით მეორე მთავარი ღირსშესანიშნაობა აკროპოლისის შემდეგ. აგორა ყველგან, არა მხოლოდ ათენში, ერქვა შესაკრებელ ადგილს, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ანუ ჩვენებურად ვთქვათ ერთგვარი საფიხვნო და ეს აგორა ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე გამორჩეული არა, რადგან აი სწორედ აქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები, გადაწყდა ძალიან ბევრი რამ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს მომავალზე. სწორედ აი აქ სოლომონმა გაატარა თავისი ცნობილი რეფორმები, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი დემოკრატიას, რისთვისაც დღემდე ჩვენ ყველანი ვიბრძვით და ვცდილობთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გქონდეს. და სწორედ დემოკრატია გახდა დღევანდელი მსოფლიოს მთავარი ფუნდამენტური იდეოლოგია და სწორედ აქ დაახლოებით 2500 წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი. დემოს კრატოს, ანუ ხალხის მმართველობა. აგორა თავდაპირველად მდებარეობდა ქალაქის გარეთ, რადგან აკროპოლისი და მისი მიმდებარე ტერიტორია მოიცავდა ქალაქს, ხოლო შემდგომში ქალაქის გაფართოების შემდეგ ის მოექცა ქალაქის ცენტრში. აქ აგორა არის ორი, არის ანტიკური, ან ბერძნული აგორა და ცოტა მოშორებით დაახლოებით 500 მეტრში არის რომაული აგორა, რომელიც ცოტა მოგვიანებით იქნა აშენებული. აქ ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ანტიკურ ძეგლებს, არამედ ასევე აქ არის ქრისტიანული კულტურის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილი, მათ შორის მე-10 საუკუნის ეკლესია, რომელიც 12 მოციქულის სახელობისაა. რატომ ქვია ათენს ათენი? ახლა მე შემთხვევით არ ვდგავარ აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი ხის ფონზე. კონკრეტულად ეს ხე არაფერ შუაში არ, უბრალოდ ლეგენდა უკავშირდება ზეთისხილის ხეს. არსებობს ესეთი ისტორია, რომ ქალაქს სანამ სახელი დაერქმეოდა ერთმანეთს ეკიშებოდნენ ორნი, პოსეიდონი და ათინა. პოსეიდონმა ქალაქს შესწირა ცხენი, პირველი ცხენი, ხოლო ათინამ ზეთისხილის ხე. ათინელებმა არჩევანი გააკეთეს ზეთისხილზე და მას შემდეგ არის ლეგენდის თანახმად ქალაქს ეწოდა ათენი, ანუ ათინაი. ხოლო ზეთისხილი კი საბერძნეთისთვის ზოგადად ათენისთვის რა თქმა უნდა ითვლება ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს და ეხლა მე ამას მოვწყვეთ და გავსინჯო.
დავაგემოვნოთ. დაბალინადებული უკეთესია. მაგრამ ცუდი არ არის. გევრიელია. ათენში მოგზაურობისას არ გამოტოვოთ ეს საფეხმავლო ქუჩა. ეს პიტაკის ქუჩაა, სადაც ათენში ყველაზე მაგიური კაფე მდებარეობს. კაფე Little Cookie, პატარა ქუქი. 2015 წელს გაიხსნა და ეგრევე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. აქ თითქოს დისნეის ყველა ზღაპარმა და მულტფილმმა მოიყარა თავი. სეზონისა და დღესასწაულების მიხედვით იცვლება კაფეს გარე და შიდა გაფორმებაც. ეცადეთ საახალწლოდ მოხვდეთ ამ ქუჩაზე, ნამდვილ ზღაპარში აღმოჩნდებით. მოვედით ომონიას მოედანზე. შვიდობით მოვაღწიეთ, არანაირი თავგადასავალი არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ქუჩებით არ დავდიოდით. ომონია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ადგილად, სადაც რამდენიმე ეროვნების წარმომადგენელი ვერ იყოფს ტერიტორიას და ძალიან ხშირია ტურისტების ძარცვის ფაქტები. ომონიას მოედანი 1856 წელს დაპროექტდა და სწორედ აქ იყრის თავს ათენის 6 მთავარი ქუჩა. აქვეა მეტრო, მატარებლები, ავტობუსები, რაც ერთგვარ სატრანსპორტო კვანძს ქმნის. დღის განმავლობაში აქ უამრავი ხალხი მოძრაობს. ახლა ცოტა წავიხემსებთ. ალექსანდრეს მოცემული 5 ევროდან 3 დამრჩა. ლატე მაკიატოს ყავაში ევრო 9 გადავიხადე, დანარჩენით ორცხობილები შევიძინე. ზოგადად სწრაფი კვების ობიექტებში საკმაოდ მისაღებ ფასად შეგიძლიათ ისადილოთ. მაგალითად ორაგულის, ბერძნულის, ცეზარის სალათების დიდი ულუფის შეძენა შეგიძლიათ 5-6 ევროს ფარგლებში. სხვადასხვა მოზრდილი ზომის სენდვიჩი კი 4-5 евро ღირს. აქედან კიდევ ერთ საინტერესო ადგილისკენ დავიძვრებით. ეს არის ვარვაკიოსის აგორა. ეს არის ადგილობრივი ბაზარი, სადაც ადგილობრივები ყიდულობენ ყველანაირ პროდუქტს. გარდა იმისა, რომ ჯანსაღი პროდუქტები იყიდება, ასევე ძალიან ფოტოგენურია. ამიტომ თან იქონიათ ფოტოაპარატი, ლამაზი ავთენტური სურათების გადასაღებად. ათენში არის ძალიან ბევრი საინტერესო მუზეუმი, მათ შორის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი. რა თქმა უნდა, ყველაფრის მოსწრება ერთ ან ორ დღეში შეუძლებელია, მაგრამ არის რაღაც ადგილები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ხედავთ, აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და მაგარ არქიტექტურას, ანტიკურს და თუნდაც შუა საუკუნეების ძალიან ბევრი რამ, რაც აღმოჩენილი იქნა ბოლო 150-200 წლის მანძილზე, სწორედ ინახება საბერძნეთის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მუზეუმებიც, თვითონ აკროპოლისშიც და აგორაშიც და ასე შემდეგ, მაგრამ ამ მუზეუმის ნახვის გარეშე არავინ არ უნდა დატოვოს ათენი. ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი საბერძნეთის უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია. მასში მოთავსებულია საბერძნეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები. ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმად. აქ მოთავსებულია ბერძნული ანტიკური ხანის უმდიდრესი კოლექცია. პირველი ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი კუნძულ ეგინაზე გაიხსნა 1829 წელს. ეს შენობა 1899 წელს აშენდა. მუზეუმის პრეისტორიული ექსპონატები მოიცავენ ნეოლითურ პერიოდს, ასევე მიკენურ პერიოდის არტი, ეგვიპტური კოლექცია და ასე შემდეგ. ბილეთების ფასი 10 ევროა. სამუშაო საათები ძირითადად 9-დან 4 საათამდეა. სამშაბათობით კი 1-დან საღამოს 8-მდე. ეს ტაძარი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ ტაძრად ათენში.
ამ ტაძრის აშენების თარიღი ზუსტად არ იციან, მაგრამ დაახლოებით ფიქრობენ, რომ ეს არის 1050 წელი. ვარაუდობენ, რომ კაპნიკარია აგებულია მანამდე აქ მდგარ ტაძრის ადგილზე, რომელიც ათენას ან დემეტრას სახელობის უნდა ყოფილიყო. 1821 წელს ის ძალიან დაზიანდა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს. ის მხოლოდ 1840 წელს აღადგინეს. ფერწერა ძირითადად შესრულებულია ცნობილი ბერძენი მხატვრის ფოტის კონდოღლუს მიერ მე-20 საუკუნის შუაში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ტაძარი დგას ადგილზე, სადაც ყველგან თანამედროვე შენობები და ათენის მთავარი საფეხმავლო სავაჭრო ქუჩა არმოა განლაგებული. კონტრასტი შესამჩნევია როგორც გარეთ, ასევე ეკლესიაში, სადაც საერთოდ არის მის ქუჩის გუგუნი და სხვა განზომილებაში ხვდები. სინტაგმას მოედანი ახალი ათენის ყველაზე დიდი მოედანია. ის ყოველთვის დატვირთულია როგორც სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე ფეხით მოსიარულეებით. აქ მდებარეობს პარლამენტის შენობა, ამიტომაც ამ მოედანზე ხშირად იმართება დემონსტრაციები. მოედანი აქ 1834 წლიდანაა, მას შემდეგ რაც მეფე ოტომ ააშენა ახალი სამეფო სასახლე. რაც სასახლეში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, ჩათვალეს, რომ ის აღარ იყო შესაფერისი მეფეთა რეზიდენციისთვის. სასახლე პარლამენტის შენობად გამოაცხადეს. შენობის წინ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ეს საფლავი სიმბოლოა ყველა ბერძენი ჯარისკაცისა, რომლებიც დაიღუპნენ ომებისა და სხვადასხვა კონფლიქტის დროს. აქ ყოველ დღე საათში ერთხელ ხდება საპატიო ყარაულის შეცვლა, ხოლო კვირას 11 საათზე ეს პროცესი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. ჯარისკაცები ატარებენ ტრადიციულ ფორმას. პროცესიის დასრულებისას საფლავზე ახალ გვირგვინს ათავსებენ. ეს ნამდვილად ლამაზი სანახაობაა და ბევრ ვიზიტორს იზიდავს. ათენის მეტრო შედგება 3 ხაზისგან. პირველი სადგურები 1869 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მთლიანობაში აქ 66 გაჩერებაა. ის 80 კილომეტრს ფარავს და ძალიან ამარტივებს ათენში გადაადგილებას. ერთჯერადი ბილეთის ფასი 1 ევრო და 20 ცენტია. არის დღიური ბილეთები, რომელთა ფასიც 4 ევრო და 10 ცენტია, ასევე 5 დღიანი, რომელიც 8 ევრო და 20 ცენტი ღირს. მწვანე ხაზის მატარებელი, რომელიც აეროპორტამდე მიდის, ოპერირებას იწყებს დილის 5 საათზე. ერთი გზის საფასური კი 9 ევროა. ფაქტობრივად ეს არის რისი ნახვაც მოვასწარით ერთ დღეში. მაგრამ სანამ ალექსანდრეს შევხვდებით, კიდევ ერთ უბანში გავივლით და თქვენს გაგიზიარებთ. ეს არის ათენის, უпроსწორად ძველი ათენის ერთ-ერთი უბანი. ამ უბანს ჰქვია ანაფიოტიკა. პირველი მოსახლეები იყვნენ ხელოსნები, რომლებიც ბერძნული კუნძულებიდან გადმოასახლეს აქ მეფე ოტოს სასახლის განსაახლებლად. სასახლის დასრულების შემდეგ ისინი აქ დარჩნენ. 1922 წელს მათ შეემატნენ მტოლვილები, ვინც ბერძნულ-თურქულ ომს გამოექცა. სამწუხაროდ 1950 წელს ძალიან ბევრი სახლი დაანგრიეს არქეოლოგიური გათხრების დროს და დღემდე მხოლოდ 45 სახლის შემორჩა. ყველა სახლი დასახლებული არ არის, მაგრამ ეზოები მოვლილია, გზად ფუმფულა კატები გვხვდება. ამ ვიწრო ქუჩების ლაბირინთებში ძალიან სასიამოვნოა სიარული და პატარა მთაზე შეფენილი სახლუკების თვალიერება.
აბა, როგორ გაატარე დღე? კარგი იყო? რა თქმა უნდა, 1 ბილეთი, 2 ბილეთი, 3 ბილეთი. 4. მოგეთ, ნახე ყველა მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობა. ძალიან, ანუ ჩემთვის იყო როგორ რაღაცა, იცი რომ ანუ რაც ამდენი ხანი მისწავლე, წავიკითხე რაღაცა ჩემ მოცნებებში და რაღაც და შევეხე დღეს ყველაფერ ამას და ძალიან ბედნიერი ვარ. რამე საჩუქარი მიყიდე? ჯერ არა. რადგან მიყიდე საჩუქარი. შენ და მიყიდე? მე რომ 5 евро მომეცი, 2 საჩუქარი გიყიდე. ხო. ყავაც დავლიე და კიდე დესერტიც მივირთვი. ანუ რამე ლარიანი ევროიანი სუვენირი. რა მნიშვნელობა აქვს ხომ საჩუქარია? კაი. მოკლედ, ჩვენ კიდე რაღაცები გვაქვს. მეკითხება, ანუ მე როგორ გავატარე დღე, საერთოდ გადავრჩი, არ გადავრჩი ცოცხალი. კაი. რა ვიცი, კარგად გამოიყურები და აქ ხარ და. მადლობა. შემდეგი ჯეირანი რა მელოდება, ბარემ ისიც მითხარი წინასწარ. შემდეგ გელოდება რა. მოკლედ, ჩვენ დავამთავრეთ ათენი, რომელიც მე ძალიან კარგად გავატარე და ვიცი რომ შენს, თუ რომ სანამ ამას ჩავწერდი, მანამდე შე რაღაცები მომიხედე. ანუ ხომ უნდა იყოს მაყურებელო რომ მაიმუნი ხარ ვიღაცა ხარ. მაიმუნი. კაი, მოკლედ ჯეირანი უნდა ვითამაშოთ რაზე. ხვალ მივდივართ კრეტაზე. ძალიან მაგარ კუნძულზე. გვაქვს 2 გზა. ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა გაფრინდეს, რომელიც გრძელდება სულ 40-50 წუთი. მეორე კიდე უნდა წავიდეს ბორანით, რომელიც გრძელდება 8-9 საათს. 9 საათი. ხო, ამიტომ რატო ვაკეთებთ ამას? გავფრინდებოდით, მაგრამ უბრალოდ რომ თქვენც ნახოთ, როგორი არჩევანი გაქვს, როდესაც ათენიდან ხვდები რომელიმე კუნძულზე. ამ შემთხვევაში კრეტაზე გვაქვს საუბარი. ვითამაშოთ? ჯანდაბას ვითამაშოთ. რა გინდა? ჯეირანი. და. კარგად ბრძანდებოდეთ რა. მოიცა, აღარ მინდა თამაში, მორჩა. მე აღარ თამაშობ ჯეირანს. კარგად. ხო, ბილეთს ვიყიდი. თვითონ მიდის ბორანით. და აქამდე გავარკვიეთ. აქედან მესამე ქუჩაზე არის ისა რა ქვია, მის მენახე კამერის უკან დგას. მესამე ქუჩაზე არის ოფისი, სადაც ხვალ მიხვალ და იყიდი მაგის ბილეთს. აბა, მე ბედნიერი ფრენა. წავეცი. ჯეირანის მომდევნო გადაცემაში ვესტუმრებით საოცნებო კრეტას. წინ გველოდება ბორანით მგზავრობა, კრეტას დედაქალაქი ჰერაკლიონი და ევროპის ცივილიზაციის აკვანი კნოსოსის სასახლე.